რას უნდა ელოდოთ მისგან ეს თემა ვნახოთ და ცოტა შევეხოთ მას, ვინ არის რა არის, რას წარმოადგენს და შემდეგ ვნახოთ უკვე რას უნდა ელოდოთ მისგან. დიდია თუ პატარა, მაღალი თუ დაბალი, კაცი თუ ქალი, ეს ადამიანი საშინლად ბუტია კატეგორიას მიეკუთვნება. ვისთანაც მუდმივად უნდა აკონტროლოთ სიტყვებიც და ქცევებიც. როდის რას წყინს ან უხარია, თავადაც არ იცის ხშირ შემთხვევაში. ოღონდ ყოველთვის მართალია. თუნდაც იცოდეს, რომ ცამდე მტყუანია. მაინც მართალია. რას უნდა ელოდოთ მისგან? გაქრობას, აორთქლებას, თავის დაფასებას, თითქოს დედამიწა მის გარშემო ბრუნავდეს. თუმცა, ირონიული იცით რა არის ამ ყველაფერში? როლები გადანაწილდება და რას ვგულისხმობ ამაში? ყველაფერი, რასაც თქვენ აკეთებდით, ეუბნებოდით, ლამობდით, იბრძოდით, არ აქვს მნიშვნელობა. ახლა პირიქით იქნება. ის დაიწყებს თქვენი მიმართულებით ყველაფერი იმას, რასაც თქვენ აკეთებდით მისი მიმართულებით. რადგან რეალურად დაგღალად მისმა გაუთავებელმა უკან დახევამ, რაშიც სხვათა შორის მისი წარსულის გავლენა არის. ასევე აღზრდის. ისეთ გარემოშია გაზრდილი ჯანსაღ ურთიერთობებს და ურთიერთობას ნურთს დაელოდებით მისგან. მას მუდმივად ეჩვენება, რომ საკმარის ყურადღებას არავინ არ აქცევს, მათ შორის თქვენს. რამაც უკვე თქვენი ინიციატივით მოახთინეთ მისი უარყოფა. და რა ხდება ამ დროს? გადის რაღაც დრო, ფიქრობს, ანალიზებს, რის შედეგადაც იწყებს თქვენს დაფასებას. ამიტომაც შეიცვლება როლები. თუ მუდმივად იღვწოდით მისთვის, წერდით და წესიერად არც გცემდათ პასუხს, ურეკავდით და გვიან გპასუხობდათ, გინდოდათ მასთან და გაგირბოდათ, ახლა პირიქით იქნება ყველაფერი. აქ უკვე თქვენ დგახართ თავაწეული, იცით უკვე საკუთარი თავის ფასი, იცით უკვე რომ მცირედით დაკმაყოფილება აღარ გინდათ, იცით უკვე რომ ნებისმიერმა სიტყვამ თუ ქცევამ ისეთი დიდი გავლენა აღარ უნდა მოახდინოს თქვენზე, როგორადაც ადრე ახთენდა, რომ არ გინდათ ვინმეს გავლენის ქვეშ იყოს, თუნდაც მისი ბოდიში დენადამება და ეს ყველაფერი რას იწვევს? იწვევს მიზიდულობას, ავტორიტეტის გაზრდას, რაც თავისთავად ამ ადამიანზეც აისახება და აისახა უკვე. აი ეს არის.